პროფკავშირების კულტურის ცენტრი საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა სემესტრულად განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინეს. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო საგრანტო პროექტი სახელწოდებით ახალგაზრდა ლიდერები სახელმწიფო პროგრესისთვის. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა პროექტში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ. სასულიერო პირმა სტუდენტურ პარლამენტსა და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. კონფერენციას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის 1000-ზე მეტმა სტუდენტმა. კონფერენციის დასასრულს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ვიხილეთ 1600-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც შეიკრიბა იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენი ერი არის უდიდესი ტრადიციების კულტურის ერი და რომ ამ ტრადიციების საფუძველზე უნდა წარიმართოს დღევანდელი დღე და რაც თავარია მომავალი და ეს სულისკვეთება ეს არის მართლაც სიხარულის და იმედის მომცემი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ გლობალურ ასე ვთქვათ ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც ხდება ღირებულებების აღრევა და ხშირად ამან შეიძლება დააზიანოს განსაკუთრებით ახალგაზრდა და მოსყვითოს თავის ფესვებს. აი რაც ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა, რომ აი ჩვენ ერთს ყავს ახალგაზრდობა, რომელიც ერთგულებას უცხადებს თავის დიდ კულტურას, თავის დიდ ტრადიციებს და მასზე დაფუძნებით ცდილობს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ღირსეული წარმომადგენელი წევრი და ნამდვილად მე ღრმად წამს, რომ ეს სულისკვეთება არის საყოველთაო და ეს სულისკვეთება საბოლოოდ გაამთლიანებს ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. ორგანიზაცია სახელად საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა და საქართველოს საპატრიარქო მის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად თანამშრომლობს უკვე თითქმის 6 წელია. ეს თანამშრომლობა ძალიან მრავალმხრივია და საკმაოდ ნაყოფიერი. ჩვენი თანამშრომლობა შეეხო როგორც ახალგაზრდულ ბანაკებში შემეცნებით შეხვედრებს, დისკუსიებს, სხვადასხვა პროექტების ერთად განხორციელებას და ეს ძალიან სასიამოვნოა და მისასალმებელია. დღევანდელ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩვენი დასწრებაც იმისი დასტურია, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და ბევრ სასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ ისევ ერთად და მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი იმ უნარჩვევების განვითარება, რომელიც ნებისმიერ ახალგაზრდას და ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს კარგად გამოადგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის უფრო კარგად აშენებისათვის. ძალიან საინტერესო ორგანიზაცია შინაარსობრივად და რაოდენობრივადაც ნახეთ თქვენ. საკმაოდ ბევრნი არიან. მარტო ამ დარბაზში იყო 1600-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლეები, სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. საინტერესოა საერთოდ მათი მიდგომები, მათი ხედვები და უამრავ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. ერთმანეთისგანაც საკმაოდ კრიტიკულები არიან, მაგრამ ერთი ახასიათებთ. სიღრმისეულ ანალიზს აკეთებენ ყველა კომიტეტის მიხედვით, რომელიც აქვთ ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის შესანიშნავი
შესაძლებლობაა ამ ორგანიზაციაში საქმიანობა. დღეს 29 ივნისს ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს სტუდენტურ პარლამენტის დამთავრებას ჰქონდა შემაჯამებელი კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ყველა ის მონაწილე იყო ჩართული, ვინც ჩვენი სემესტრის განმავლობაში აქტიურად სხვადასხვა აქტივობებში ერთვებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს და ვისურვებდი, რომ შემდეგი სეზონიც ასეთი აქტიური და ძალიან ბევრი კარგი პროექტებით იყოს დატვირთული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებში მოვიძიოთ ახალგაზრდა ლიდერები და მათში ჩავდოთ ის არაფორმალური განათლება, რასაც მხოლოდ უნივერსიტეტში და სკოლებში ვერ მიიღებენ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოს სტუდენტური პარლამენტისთვის და ამ ორგანიზაციის თითოეული სტუდენტისთვის, რადგან დღეს არის შემაჯამებელი ჩვენი კონფერენცია, სადაც ვაჯამებთ მთელი ამ წლის განმავლობაში განხორციელებულ ჩვენს პროექტებს თუ შეხვედრებს. საკმაოდ ნაყოფიერი წელი გქონდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო თითოეული ჩვენი შეხვედრა, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი სტუდენტისთვის, არაერთი წევრისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ესე ვთქვათ შემეცნებითი.